ახლახანს გამოქვეყნდა ამერიკის მიერ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც ევროპისთვის მთლად კარგი ამბები არ წერია. სავარაუდოდ სამყარო როგორც აქამდე გვახსოვდა, მხოლოდ მახსოვრობაში დაგვრჩება, რადგან იცვლება დღის წესრიგი. სამყაროს უმდიდრესი ადამიანი მასკი თვლის, რომ ევროკავშირი მალე დაიშლება, რასაც თავის ტვიტერზე მედვედევიც ეთანხმება და იწონებს. უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი არც აქამდე ფარავდა და არც ახლა ფარავს მის ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროპისა და ევროკავშირის მიმართ. თვლის, რომ ევროპის ქვეყნები არ მუშაობენ სწორად, ბევრი მიმართულებით. უწინებს მათ ლიდერობას და პრიორიტეტებს. თვლის, რომ ბევრი ევროპული ერი უბრალოდ იხწნება და წარმოების ნაცვლად მხოლოდ ლაპარაკობენ. ტრამპი თვლის, რომ ევროპელი ლიდერები ერიდებიან პოლიტკორექტულობის დარღვევას და შესაბამისად ომიც უკრაინაში გრძელდება. ევროპელები ძალიან სუსტები არიან და არ იციან რა და როგორ გააკეთონ. თუმცა რეალობა მთლად მასე არ არის, როგორც დონალდს წარმოუდგენია. ევროპა არც სუსტი არ არის და არც უგზო-უკლოდ დაიარება. ეს ვაშინგტონმაც კარგად და მშვენივრად იცის და სწორედ ამიტომ სურს დააყოს ევროკავშირის ქვეყნები. დატოვოს ისინი მარტო და ინდივიდუალურად ჩაიგდოს ისინი ხელში. მარტივად დადოს შეთანხმება საკუთარი პირობებით და შესაბამისად მასზე მეტად დამოკიდებული გახადოს ისინი. I know the good leaders, I know the bad leaders, I know the smart ones, I know the stupid ones. You got some real stupid ones too. But they're not doing a good job. Europe is not doing a good job in many ways. They're not doing a good job. I want to ask they you talk about too that. much, and they're not producing. We're talking about Ukraine. They talk, but they don't produce. And the war just keeps going on and on. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ ჩემო მეგობარო და გინდა რომ мотиваცია მომცე და უკეთესი ვიდეოების გადაღება შევძლო, გამოიწერე ჩემი არხი. აქვეში გახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორი და მხარდამჭერია შენსანდო ხელოსანი და შენსანდო ავეჯი. ამერიკისთვის სასურველია 27 სახელმწიფო დაიმორჩილოს და საკუთარ ვასალად აქციოს. ტრამპის, მასკისა და ვენსის მსგავსი ადამიანები თვლიან, რომ სუსტი ევროპა ნიშნავს ძლიერ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკაზე დამოკიდებული ევროპა მეტად მისაღები კონფიგურაციაა მათთვის, ვიდრე ის, რომ ევროკავშირმა დამოუკიდებლად და ძლიერად განაგრძოს არსებობა. იტალიას ჰყავს 59 მილიონი მოქალაქე და მისი მშპ-ს მონაცემები აღემატება 2.6 ტრილიონ დოლარს. ამერიკას ჰყავს 353 მილიონი მოქალაქე და მისი მშპ-ს მონაცემები აღემატება 31 ტრილიონ დოლარს. და სწორედ აქ ჩანს აშშ-ს მიზანი. აშშ ბევრად აღემატება ცალკე მდგომ იტალიას, რომელსაც მეტად მარტივია აშშ-თვის იტალიასთან ურთიერთობისა და ბიზნესის წარმოება. როდესაც ასეთი ძლიერია ერთი მხარე მეორეზე, დიდი შანსია მასზე დიდი გავლენა მოახდინოს და სასურველი შეთანხმება დადოს სუსტი მხარის დაჩაგვის ხარჯზე. შეძლებდა ან შეძლებს კი იტალია მარტოდ მყოფმა გამკლავდეს აშშ-სა და მნიშვნელოვნად კარგ შედეგზე გავიდეს? სავარაუდოდ ვერ მოახერხებდა. არ დაგავიწყდეთ, ასეთი ქვეყანა უფრო ძლიერი თუ უფრო სუსტი კიდევ 26-ია ევროკავშირში. ყველა ერს აქვს თავისი სიძლიერე და უპირატესობები, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ გაუმკლავდება ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლად. ევროკავშირი სწორედ ეს არის. 27 ქვეყანა დებს თავიანთ სიძლიერეს უპირატესობებს და ერთ ძლიერ სტრუქტურაში აერთიანებს. ერთობლიობაში ევროკავშირი აერთიანებს 450 მილიონ ადამიანს და საერთო მშპ-ს მაჩვენებელი 21 ტრილიონ დოლარს აღემატება. აშშ პირისპირ ვერ აღმოჩნდება რომელიმე ევროკავშირის ქვეყანასთან, არამედ მაგიდასთან დახვდება ევროკავშირი, მისი მსგავსი და თანასწორი. ეს კი ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს, რადგან ამით მას ვერ და არ აქვს ისეთი წვდომა ევროკავშირის მონაცემებზე, მოხმარებლებზე, ბაზარზე, როგორც ენდომებოდა რო ქონოდა. ამერიკის უზარმაზარ კორპორაციებს ევროკავშირის ინსტიტუცია ბოჭავს და იცავს ევროკავშირის მოსახლეობასა და ბიზნესებს. ამერიკულ დიდ კომპანიებს ეს სიტუაცია დიდად არ მოსწონთ, რადგან ევროკავშირი მათ მოქალაქეების დაცვის მიზნით არ ერიდება დიდი ჯარიმების დაკისრებას. ისეთი დიდი კომპანიებისთვის, როგორიცაა მეტა, Apple და სხვა. მხოლოდ წინა წელს უდიდესი თანხებით დაჯარებდნენ დიდი კომპანიები, მაგალითად Apple დაჯარიმდა 500 მილიონი ევროთ. მეტა დაჯარიმდა 200 მილიონი ევროთი, ხოლო Google დაჯარიმდა 3 მილიარდი ევროთი. და სულ ახლახანს მასკის სოციალური პლატფორმა X-ი, ძველი Twitter-ი, დაჯარიმდა 120 მილიონი ევროთი. ამაბიდან ყველაზე გაცხარებული ილონ მასკი აღმოჩნდა, რომელიც თავის X-ზე წერს შემდეგ რამეს. დროა ქვეყნებმა საკუთარი სუვერენიტეტი დაიბრუნონ და საკუთარი ხალხის ინტერესები თვითონ წარმოადგინონო დამოუკიდებლად. ევროკავშირი უნდა დაიშალოსო. ის ასევე აზიარებს პოსტს, სადაც ევროკავშირი და ნაცისტური გერმანია გაიგივებულები არიან. მასკს სურს იყოს ხელშეუხებელი, როგორც კი დაჯარიმდა, იმ წამიდან დაიწყო ყველას და ყველაფერს დისკრედიტაცია, რაც ევროკავშირს ეხება. ევროკავშირის ლანძღვის მიზნით იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიც არის სუვერენიტეტის დაკარგვა, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს იწონებს პუტინის მარჯვენა ხელი ან სხვა რამ მედვედევი.
ფოთაშორის მასკმაც კარგად იცის, რომ სიტყვის თავისუფლების ნაწილში ევროკავშირის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ადგილზე არიან. მაშინ, როდესაც მაგალითად რუსეთში ასე ძალიან რომ მოსწონს მას და მის ბოსს, ზოგიერთი დასავლური პლატფორმა დაშვებულიც კი არ არის. გარდა ამისა, მედიის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, აშშ ბევრად ჩამორჩება წამყვან ევროკავშირის ქვეყნებს და არა მხოლოდ მათ. ეს ყველაფერი კარგად იცის მასკმას და ტრამპმაც. მათ არ ადარდებთ არც ვინმეს თავისუფლება, არც ვინმე სიტყვისა თუ პრესის თავისუფლება. მათი ინტერესია ბიზნესის თავისუფლად წარმოება, შეუზღუდავი უფლებები და ფულის ისე ბრუნვა, როგორც თვითონ გადაწყვეტენ. ამერიკული კორპორაციებისთვის ევროკავშირი ნამდვილი საფრთხეა მათი რეგულაციებისა და საკუთარი მოქალაქეების ინტერესის დაცვის გამო. ევროკავშირი მუდმივად აფრათოებს თავის ბაზარს სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში და ცდილობს საკუთარი თავის გარდაქმნას არა რომელიმე ერთ ბაზარზე დამოკიდებულს, არამედ ყველგან ყოფად, რომელსაც ექნება წოდომა ყველგან და მასში მყოფი საზოგადოება იხეირებს ასეთი მასშტაბით. მომავალ წელს ევროკავშირი აპირებს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და შიდა წარმოების გაძლიერებასა და გაღრმავებას შეუწყოს ხელი. რითაც ევროკავშირის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტად გამყარდება და ავტონომიური გახდება. ეს ყველაფერი კი ტრამპის ინტერესებში არ შედის. ამით ამერიკა კარგავს ევროპულ მორჩილებას და ევროკავშირის მის თანასწორად აქცევს. ევროკავშირი ამცირებს ამერიკულ კონტროლს მის ტერიტორიაზე და ეს ყველაზე კარგად უკრაინის მაგალითზე გამოჩნდა. ევროკავშირი გახდა უკრაინის ყველაზე დიდი დამფინანსებელი, სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკურად და ფინანსურად, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ასეთი ერთიანი და ძირად მყოფი ევროკავშირი ხშირი სანახავი არ არის. ორი აგენტის გამკლებით, რა თქმა უნდა. და სწორედ ამ დროს ჩნდება ტრამპი, თავისი სურვილით, რომ უკრაინის ომი დაასრულოს. სთავაზობს ორივე მხარეს კომპრომისებს და ფაქტობრივად აიძულებს უკრაინას ხელი მოაწეროს თავისი ქვეყნის კაპიტულაციას. ხშირად გაიგებდით ასეთ დროს ტრამპის მიერ ევროპელთა ლანძღვას და იცით რატომ? რომ არა ევროკავშირის ასეთი ერთიანობა და ფინანსური თუ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინას მოუწევდა ამერიკის წინადადებაზე ხელის მოწერა. ახლა უკრაინას ზურგს ძლიერად უმაგრებს ევროკავშირი და ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას მათი დახმარებით, ხოლო ევროკავშირი ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენასაც და გაძლიერებასაც უკრაინის გმირების დახმარებით და დამსახურებით. რა უნდა ტრამპს? მოკლედ უნდა ის, რომ დასუსტებული ევროკავშირი იხინოს, მისი ვასალად რომ იქცეს შემდეგ. ომის სწრაფად დასრულება, მისი დამსახურებით და ნობელის პრემიის მიღება მშვიდობის დარგში. რუსეთთან ბიზნესის წარმოება და ჩინეთთან ეკონომიკური დაპირისპირება. წარმოიდგინეთ 27 ცალკე მყოფი ქვეყანა, რომელიც მილიარდებს დახარჯავს თავდაცვაში, ამერიკის თხოვს მფარველობას და ყველა ეს რესურსი საწავა ვაშინგტონში. ამიტომ მოწონს ულტრამემარჯვენე პარტიების აღზევება და გაძლიერება ევროპაში. ამიტომ უჭერს მხარს მათ ნაციონალისტურ მიდგომებს, რადგან ასეთი კურსით ევროპული ქვეყანა მხოლოდ აშშ-ს თუ თხოვს დახმარებას. შესაბამისად, ყველა აშშ-ისთვის სასურველი რესურსი სწორედ აშშ-ში წავა. უკრაინის ომის ფონზე გაძლიერდა მოთხოვნა დასრული, რომ ევროკავშირს ჰქონდეს საერთო სტრატეგია და ძალები, შესაძლო დაპირისპირების ფონზე და ჟამს. უდიდესი რესურსები მიდის თავდაცვის გასაძლიერებლად, დასახვეწად და თანამედროვე მოთხოვნების საპასუხოდ. ეს ხომ აშშ-სგან მორიგ ჩამოშორებას ნიშნავს. დიახ, არც ეს იდეა მოწონს ტრამპს. ტრამპის ხელახლა გაპრეზენტების შემდეგ ბევრ მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებს შეუწყვეტა დაფინანსება. უამრავი მკვლევარი დარჩა სამსახურის გარეშე და ეს დიდი მასა ეძებს თავის სასურველ ბაზარსა და დასაქმდეს. საუბარია ამერიკაში მყოფი მკვლევრების 75%-ზე. ეს ხალხი ეძებს რას? სტაბილურ გარემოს, გრძელვადიან პროექტებს, სტაბილურ შემოსავალს და რაც შეიძლება ნაკლები რისკი იმისა, რომ ყოველ წელიწადში შეიძლება შეიცვალოს მიდგომა ან კანონი სახელმწიფოს მხრიდან. ასეთი აღმოჩნდა კანადა და ევროკავშირი და ბევრი მათგანი სწორედ ევროპისკენ იღებს გეზს. ტრამპის ცვალებადი ხასიათი და მის გემოზე მორგებული სისტემა არაძლევს საშუალებას მსგავსი მიმართულებით მომუშავე ხალხს აკეთოს თავის საქმე. მკვლევარი ხალხის ქვეყნის დატოვებასთან ერთად აშშ-ს ტოვებს ნიჭიერი და პროფესიონალი კადრებიც და მათთან ერთად მილიარდობით დოლარიც გაედინება ქვეყნიდან. ტრამპი თვლის, რომ ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ დაამარცხოს ამერიკის შეერთებული შტატები. ევროკავშირს აქვს ისეთი პოტენციალი, როგორც არც ერთ სხვა ქვეყანასა თუ მსგავსი ტიპის გაერთიანებას აქამდე ვინმეს ჰქონია. აქვს საერთო ხედვა, საერთო რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე, აქვს ღია ბაზარი, აქვს უამრავი რესურსი მომდინარე ყველა წევრი ქვეყნისგან. ინარჩუნებს ყველა ქვეყანა თავის ინდივიდუალურობას და საერთო ბიუჯეტით ვითარდება შიდა უსაფრთხოება და ეკონომიკა. ევროკავშირის პროდუქციას გააჩნია მაღალი სანდოობა და ხარისხი, რაც მის მნიშვნელობას ზრდის მსოფლიო ბაზარზე.
ევროკავშირს შეუძლია არა მხოლოდ დიდი მოთამაშე გახდეს მსოფლიო ბაზარზე, არამედ ყველაზე დიდი მოთამაშედ იქცეს. რადგან მისი წევრთა რაოდენობა შესაძლოა ძალიან მალე კიდევ გაიზარდოს ეკონომიკა, მრავალფეროვნება და მოსახლეობა. შესაბამისად, ბევრ სხვა დიდ ქვეყანას სურს, რომ ევროკავშირის ბაზარზე კონდეს წვდომა. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ ჩემო მეგობარო და გინდა რომ მოტივაცია მომცე და უკეთესი ვიდეოების გადაღება შევძლო, გამოიწერე ჩემი არხი. აქვეში გახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორი და მხარდამჭერია შენი სანდო ხელოსანი და შენი სანდო ავეჯი.